Seamanovic წარმოგიდგენთ, როგორც თავში გითხარით, პროექტ ნიჭიერის ფინალისტი ბატონი გოჩა ჭაბუკაიძე. მოგესალმებით ბატონი გოჩა. დიდი მადლობა რომ გესწრებთ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ ძალიან ესეთი სასიხარულო თქმა გამოვიწია თქვენმა გამოსვლამ, რის გამოც გახდით ფინალისტი მაყურებლის გადაწყვეტილებით და ძალიან სასიხარულო შეგრძნება ბუნებრივია. აი ბატონი გოჩა, გითხარით თავდაპირველად თუ გქონდათ რაიმე განათლება მუსიკალური, თუ ეს აი თვით ნიჭიერება, რაც ამ პროექტის მეტი ხიბლია კიდე, ხო? აი როგორ მოხდა თქვენი ისტორიული დაკავშირება ამ პროექტთან და შეგრძნება როცა გახდით ფინალისტი. მე აკორდეონის 5 წლად იმაკ დამთავრებული, შემდეგ ნუცუბიძეზე მეორე მუსიკალური საესტრადო ტექნიკუმი. და ამ პროექტთან დაკავშირება ჩემი ერთი ადამიანის წყალობით მოხდა. შემთხვევით მომისმინა, ამჟამად მე ვმუშაობ რესტორანში. შემთხვევით მომისმინა ეს გახლავთ ნიჭიერი ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი მომღერალი ოთო ნემსაძე, რომელმაც დავამთავრე თუ არა სიმღერა ეგრევე მითხრა რომ შენ აუცილებლად უნდა წარდგე ხალხის წინაშე. ეს რაღაც აი მინიშნებად მივიღე რომ უკვე დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. რაღაცნაირად მივყევი ამ ადამიანს და ჩემ გასაოცარ გარემოებაში ვარ აღმოჩენილი საოცრად არ ვიცი. ბატონ გოჩა, კონკურენცია არის საკმაოდ დიდი ამ პროექტში, მომრავი ადამიანი, რომელი ნიჭიერი ადამიანი რაც თავისთავად კარგია, ხო, ჯერ რაღაც შესაძლებელი ტურია, შემდეგ ადიდიხარ, მე პირდაპირ გადაცემებია და მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ამ პროექტის ხიბლით ეს არის ალბათ, რომ ძალიან ბევრი სხვა სფეროს რაღაც სხვა მიმართულებაში არის კონკურენცია, ხო? აი ეს კონკურენციიდან გამომდინარე, ჯანსაღი კონკურენცია იმედია შიგნით. ამდენ დელობდით, რომ აი მაყურებელი სწორედ თქვენ დაგიჭერდა ხარ და თქვენ არ თქვენზე გააკეთებდა არჩევანს. სიმართლე გითხრათ, აი არ ვიცი. ისევე როგორც არ ვიცი ამ დღემდე როგორ მოვედი, ისიც არ ვიცი, არც ველოდი როგორ მე ვიცოდი რომ ხალხს ძალიან უყვარდი, რაღაც ისეთი უცნაური სითბო და სიყვარული მოდიოდა ჩემს მიმართ, ეს იგრძნობოდა იმ წერილებში, მათ კომენტარებში. არ დაგიმალავდა ხან ცრემლის მადგებოდა ხოლმე სიხარულის გარო. ხომერტორი დავიმსახურე ამდენი მე არ ვიცი. და როდესაც ის ერთი წუთი დადგა ბოლო გადამწყვეტი. ალბათ ხალხთან ერთად მეც ვლოცულობდი ვიდექი რა. გისურვებთ რა თქმა უნდა გამარჯვებას ბატონ გოჩა, თუმცა არ არის ხოლმე აუცილებელი რომ გაიმარჯვა თუ იმ კონკურსში, მთავარია თუ როგორ განვლი ამ პერიოდს, სანამ თქვათ ხარ კონკურსის მონაწილე, ხო? მან რომ დაამახსოვრო თავი ხალხს, სწორედ იგივე იმ შესრულებით, ნიჭიერებით და ასე შემდეგ და ეს უყვარული ბოლომდე გაყვება. კი, რა თქმა უნდა. ბატონ გოჩა, როგორ ემზადებით ფინალისტის ბატონ გოჩა? და როდის შედგება მაყურებელს რომ უთხრეთ? ფინალი შედგება 13 იანვარს ღამე, ძველ ახალ წლის ღამეს და ემზადები როგორ გითხრათ, მე ვეცდები რომ ბოლომდე დავიხარჯო ქართველი მაყურებლისთვის. ნათქვამი მოქვს რომ ჩემი გამოსვლა მიეწყობა კოკერის ხსოვნას. გარდაიცვალა ის ადამიანი სამწუხაროდ ინტერნეტ ოთახში გამაგებინეს მე რომ თუ იცით ეს ამბავი რომ კოკერი გარდაიცვალა და აი რამდენადაც ეს სასიხარულო მომენტი იყო ჩემთვის გამარჯვება და ეს რომ ითხრეს ძალიან დამამწუხრა, იმიტომ რომ სულით ხორცამდე მიყვარდა მე ეს ადამიანი, ძალიან კარგი მომღერალი იყო და თითქოს მის სიმღერას კოკერს ხوارში ასრულებს ფინალში, თუ ამის მისწრება არ გვაქვს. თუ საერთოდ არ ვიცი, მე თვითონ ალბათ შევარჩევთ რაღაცა ისეც, რომელიც ქართული მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. შემოვინახოთ ყოველთვის. ბატონ გოჩა, ჩვენთან ჩვენი ტელევიზიის ფორმატიდან გამომდინარე, ყოველთვის თუ გვაქვს ხოლმე საშუალება რაღაცა სასულიერო კუთხითაც უსმენთ ხოლმე. ხალხი რამდენად ვიცით თქვენ მსახურობთ ეკლესიაში და მე დავიტნე, ხო? აი ამაზეც რო გითხრათ. საცახურობთ ბუნებრივია რამდენი ხანია როდის და როგორ მოხდა თქვენი ტაძარში მისვლა და მე დავიტნე ბრძანდებით. კი. საერთოდ ჩემი ტაძარში მისვლა ძალიან მძლავრად მოხდა. მე უბრალოდ როგორც ყველა ადამიანი, რომელსაც გააჩნია ცნობის მოყვარეობა, ეჩვენი ერთ დღეს წიგნში წავიკითხე რაღაც ფრაზა. წიგნში გულისხმობ, წიგნთა წიგნში ბიბლიაში. და ვიფიქრე, რომ ეხლა ეს თუ ღმერთის დაწერილია, სინამდვილეში უნდა მოხდეს. ანუ იმისათვის, რომ მე ჯერ ეკლესიაში შესულიყავი, უნდა ირწმუნო თვით ღმერთი, ვის სახლშიც შედიხარ.
ნებით ვარ ძალიან მაქსიმალისტი. თუ ბოლომდე არ დავწმუნდი რაღაცაში, იმ ნაბიჯს მე არ ავდგავ. და აი მოხდა ისე, რომ ჩემი ადამიანური ცნობის მოყვარეობით ეს პატარა ფრაზა, რომელიც ბიბლიაში წავიკითხე, გამოვცადე ასე ვთქვათ, უფალი შემიდოს ღმერთმა, მაგრამ საჩუქრად მივიღე ის, რომ სინამდვილეში ვირწმუნე ღვთის არსებობა, შევედი ეკლესიაში, რამოდენიმე წლის განმავლობაში პირველი ჩემი მოძღვარი გახლდათ. გარდაცვლილი პირველი არქიდიაკონი ჩვენი უწმინდესის თეიმურაზ ტოღუში დეკანოზი. ახლა ჩემი მეორე მოძღვარი გახლავთ ილია ჩაკვეტაძე, მამა ილია, ძალიან მიყვარს ეს კაცი. დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძარში მუხიანში. და ერთხელ იქ მსახურების დროს რო აღმოჩინეს, რომ მუსიკალური ნიჭი მქონდა, დამადგინეს მგალობლად. მაგრამ მე ჩვენი ერთ დღეს მამა ილია ატარებდა პარაკლის და არ ყავდა მე დავითმე. ხო და მე მოგზალებით უთხარი რომ დასრულდა მსახურება, რომ სხვა დროს თუ არ გეყოლებათ მეთქი მე ვიცი ამის კითხვა, უცური კითხვაც ვიცი და ეს ყველაფერი და როგორც კი უთხარი და ეგრევე გადამსახა ჯვარი და მითხრა რომ დღეიდან მე დავითმე იქნება. ისნება ყველაფერი ბუნებრივია არავნარც ახლა ასე ყველა შეუძლია ხომ რომ წაიკითხოს, აი თქვენ საიდან მიცოდით ეს პედაგოგ ჩანს? ამის ინტერესს თავის თქვენი მაქსიმალური ხასიათიდან გამომდინარე. საიდან გაგიჩნდათ? გეტყვით. რადგან ვირწმუნე ღმერთი, შევედი ღვთის სახლში, მაშინ ყველაფერი უნდა მცოდნო და მეტნაკლებად რაც ადამიანის დონეზე და გონებას შეიძლება. დავიწყე ძიება, დავიწყე სწავლა. და მოხდა ისე, რომ მაშინ სასულიერო ლიტერატურა იშოვებოდა მხოლოდ ან ხუცურ ენაზე იყო დაწერილი, ან თუ იქნებოდა ქართული ასოებით, მაინდა-მაინც ძველი ქართულით უნდა ყოფილიყო. მე ეს ყველაფერი მწყუროდა წმინდა მამათა ნაშრომების კითხვა. სახარების ასე ვთქვათ ორიგინალში კითხვა, რომ იმის სული ბოლომდე შემეგზრო, ბოლომდე აღმექვა. და აი დავიწყე ამ წიგნების კითხვა. შევისწავლე ხუცური, შევისწავლე ძველი ქართულიც, მიხდებოდა დიდი მამა წმინდა ივანე ოქროპირის თხზულებათა კითხვა სახარების განმარტებისა. რამდენჯერმე უბრუნდებოდი ერთი და იგივე ადგილზე და ბოლო-ბოლო ეს ჩვეულებად გამიჯდა, რომ უკვე დამწერლობაც ავითვისე, რაღაცნაირად ენაც შევითვისე, უკვე მესმოდა და ესეთი უცნაურად, რომ შემეძლო მაგალითად უკვე ახალი ქართულიდან უკვე ძველ ქართულათაც ესაუბრა ჩვეულებრივ. მე ერთი პერიოდი მომიწია რუსეთში მოღვაწეობა, იგივე ჩემი სამსახური, ჩემი პროფესიით. და იცით, ას უცნაურობა უნდა აღნიშნო, ხშირად ვამბობ ინტერვიუებში, რომ მე მუშაობ რესტორანში. ესე იგი არ არსებობს არც ერთი რესტორანი, სადაც არ ყოფილვარ და გზის გადაღმა ან იმის გვერდზე ეკლესია არ ყოფილიყო. აი თითქოს და უფალი მეუნება, რომ ორი გზას გაჩვენებ, ერთ-ერთი აირჩია. მაგრამ მე დღეს ვაღიარებ, რომ ასე ვთქვათ, ორი ბატონის მსახური ვარ. და ძნელია ეს ყველაფერი. და ეს ასევე რუსეთშიც იქ დედაზოიეს გემზე მსახურობდი ჩემი პროფესიით. გზის გადაღმა იყო ხამოვნიკების წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და იქ დავიწყე იქ უკვე რუსული სლავიანური ენის შესწავლა დავიწყე. ანუ ხუცურიც ვიცი და სლავიანურიც. და საინტერესო ის არის, რომ შემიძლია აი სინქრონული თარგმანიც. პირდაპირ სლავიანურიდან ძველ ქართულად და ძველ ქართულიდან სლავიანურზე დასწრებს. ეს თალკე ნიჭია და ხა როდესაც ადამიანთან ესმენა რადიოთითოსაც ხოლმე ენებს რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესოა. ბატონო გოჩა, ოჯახის მდგომარეობა თუ ყავთ შვილები და კი, მეუღლე მყავს არაჩვეულებრივი ქალბატონი. რომელმაც ორი შვილი აღმიზარდა. ერთი დიდი ამჟამად გათხოვილია საფრანგეთში. ახლა ხანს პატარა შვილის შემეძინა. მოგესალმებით გაგიზარდოთ და მადლობა და სხვათა შორის მოინათლა უკვე. ძალიან სასიხარულო და ოჯახის დამოკიდებულება როგორ იყო რა თქვენ პროექტში მიდიოდით? ნუ სიხარული დიდი იქნებოდა შემდგომ პროექტში. ეს მე სიურპრიზად მიიღეს ეს ყველაფერი, არც ერთ მარაფერი არ იცოდა. არ იცოდნენ? სიურპრიზად გააკეთეს. იმიტომ რომ იქიდან თუ გამოვიდოდი იმგვარად რომ სხვა დანარჩენ ტურებშიც მივიღებდი მონაწილეობას, ჩემთვისვე კარგი იქნებოდა და თუ
თუ წაგებული გამოვიდოდი იქიდან არც არავის არ ეცოდინებოდა და მაგიდან თორდებოდა ყველა. ზასწორი მიდგომა სხვათა შორის. კონცეპტ ლოგიკური მიდგომა აბსოლუტური. ეს ქალიშვილი რომელიც საფრანგეთში არის და ცხოვრობს, მისთვის ორმაგად რთულია, ბუნებრივია, დიდი სიხარულია, მაგრამ ამავდროულად ალბათ რთულია, რომ თქვენს გვერდით არ იმყოფება. ნუ რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ აი, როდესაც Skype-ით ველაპარაკებით ხოლმე ერთმანეთს, ეს რაღაც ძალიან ისეთი შეგრძნება შვილიშვილის ხანეს ვეფერები ხოლმე როგორც შემიძლია. ეხლა ნუ ჩვენ იმედი დავიტოვოთ რომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა თქვენს ფინალიც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში როგორც უფრო მაგნიშნავ, თორე სახალხო პროექტზე საუბარი, თორე მთელი ქვეყანა ჩართული და ესეც სიყვარულს გიმჟღავნოთ მაყურებელი, თქვენ რაღაც გარკვეულ წელს ალბათ თქვენი გამარჯვება უკვე არის და რახან თქვენ ჯერ კიდევ აპირებთ ამ პროფესიით გაგრძელებას მოღვაწეობის, დიდი იმედია რომ უფრო საინტერესო და უფრო თქვენთვის შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი შემოთავაზებები გექნებათ. და უფრო დიდი პასუხისმგებლობა ხომ კახარაც უფრო მეტი საზოგადოება გიცნობს და უფრო მეტ სიყვარულს გამოხატავენ, ბუნებრივია უფრო დიდ პასუხისმგებლობასაც გმატებს და გაკისრებს. ბუნებრივია. მე მინდა ერთი სიტყვა უთხრა მაყურებელს, აი მაგ ახლა მაგის საშუალება სიამოვნებით. თვითონ სოციალურ ქსელებშიც მიუთითე მე, მაგრამ იგივეს გავიმეორებ, რომ ძალიან მიყვარხართ ყველა ქართველებო, სოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, რომელთაც არაფერი დაიშურეთ ჩემს მიმართ. არც სითბო, არც სიყვარული, არც თანადგომა, არაფერი. თითოეული ანთებული სანთლისთვის, თითოეული ზარისთვის, თითოეული ლოცვითი სიტყვისთვის და თქვენი თანამგზნობი გულისთვის. ღმერთმა ასწილად მოგვაყოთ ოჯახებში. ძალიან მიყვარხართ ყველანი და მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ თქვენი ის იმედები გავამართლო. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდით და თქვენ საქმიანობაში, მოღვაწეობაში, ფინალზე საერთოდ თქვენ სწორებაში დიდი წარმატებას გისურვებთ. უღრმესი მადლობა. გეჩვენებისათვის შეგახსენებთ, რომ პროექტ ნიჭიერის ფინალისტი ბატონი გოჩა ჭაბუკაიძე იყო ჩვენი სტუმარი.